ინფორმაცია იმ პაციენტებისთვის, ვისაც ჭირდება ზედაყბის ქირურგიული გაფართოება. ზედაყბას ვაპართოვებთ იმ შემთხვევაში, თუ ის არის შევიწროებული და ეს იწვევს ასიმეტრიას და ქვედაყბის კბილები გარედან აზის ზედაყბის კბილებს. რას განვიხილავთ კონსულტაციის დროს? კურნალი ექიმები ქეთევან ბალაძე, დავით ბახტურიძე განვიხილავთ, რა უნდა გააკეთოს ორთოდონტმა, რა უნდა გააკეთოს ქირურგმა, რა ინფორმაცია უნდა ქონდეს პაციენტს, როგორ უნდა მოიქცეს ოპერაციის მერე და რა სახის არის ეს ქირურგიული გაფართოებები, რა ცვლილებას უნდა ელოდოს პაციენტი. მე ვარ 26 წლიანი გამოცდილების ორთოდონტი, გამივია ძალიან ბევრი მასტერკლასი, კონფერენციები, საერთაშორისო კონფერენციები და 10 წლიანი გამოცდილება მაქვს ქირურგიულ პაციენტებთან მუშაობის და არაერთი კარგი кейსი გქონია მე და დავით ბახტურიძეს, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ და გვიხარია ამ პაციენტის ბედნიერი გაბრწყინებული თვალები, რას ვაკეთებთ კონსულტაციისას. ვადგენთ კურნალობის გეგმას დიაგნოზის მიხედვით. ამისთვის საჭირო არის ცეფალომეტრია, 3D რენტგენი, პირშიგნითა და პირგარეთა ფოტოები და უკვე ხვდებით დავით ბახტურიძეს და უკვე ვართ 3 ადამიანი, ორთოდონტი, ქირურგი და პაციენტი. პაციენტს სასურველია ახდეს დედა და მამა, თუ პაციენტი არასრულწლოვანი არის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ქონია ასეთი შემთხვევა, რომ პაციენტს ავუხსენით, განვუმარტეთ და უხსნის, თქვათ, გარეთ მდგომ პიროვნება სრულიად განსხვავებულ რაღაცას ეუბნება, იმდენად განსხვავებულს, რომ მე ვეუბნები მასზე არ მithქვამს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორი პიროვნება ახდეს პაციენტს და რასაც ავუხსნი, რასაც ვილაპარაკებთ, ამას ვუწევ ფურცელზე და ვატან, რომ ჩვენ ვილაპარაკეთ ბევრი, შევთანხმდით ამაზე, ეს გავაკეთოთ, ეს გავაკეთოთ, ეს გავაკეთოთ, ან წერ პირველი ეს ჯობია რომ გაკეთდეს, მაგრამ პაციენტი უარზია, მაშინ შედარებით ნაკლებ სასარგებლო ვარიანტი ეს და ამაზე პაციენტი თარნახმა და განვიხილავთ ასე დეტალურად და ამას წერ ფურცელზე და ვატან. რას აკეთებს ქირურგი? ქირურგიული მკურნალობა, ზედაყბის ქირურგიული გაფართოება კეთდება ნარკოზით და swams აპარატს აი ამ ნარკოზის პერიოდში, ნახულობს პაციენტს მეორე დღეს, მესამე დღეს ვნახულობ პაციენტს, მე ვათვალიერებ მხოლოდ და მხოლოდ საოპერაციო უბანს და 10 დღეში ვიბარებ პაციენტს 9 ხნის აქტივაციისთვის. შემდეგი ეტაპი. საერთო მიზანი რა არის? ორი ექიმის საერთო მიზანი არის პაციენტის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, შედეგის სტაბილურობა, ღიმილის გაუმჯობესება, ინდივიდუალური დაგეგმა, მაქსიმალური ეფექტი მინიმალური რისკით, პროცესის მართვა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 9 ხნის აქტივაცია გარკვეული დღეების განმავლობაში მიმდინარეობდეს და საჭირო დროს შეჩერდეს, ორთოდონტული აპარატების და ქირურგიული ჩარევის კოორდინაცია, პაციენტის ინფორმირება და განათლება. პაციენტმა რა უნდა გააკეთოს? დროული გამიჩვენა ვიზიტებზე, კითხვების დასმა, ექიმის მითითების გათვალისწინება, მაგალითად, როცა ქირურგი ეუბნება, რომ არ შეიძლება უარყოფითი წნევის შექმნა, რომ ცხვირის ზღვრა და პირის ზღვრა ერთმანეთთან არ დაკავშირდეს და არ ატარებდეს ჰაერს, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია. გვერდითი ეფექტების, ტკივილის და დისკომფორტის დროული შეტყობინება,
მოთმინება პროცესი ნელ-ნელა მიდის და შედეგი ეტაპობრივია. რა არის ზედაყბის ქირურგიული გაფართოება? ეს არის პროცედურა, რომელიც მხოლოდ ზედაყბას აფართოებს, ასწორებს გვერდით გადმოყრილვას, თუ ზედაყბა ვიწრო არის და ქვედაკბილები გარედან ფარავს ზედაკბილებს, ამას გაასწორებს და უკვე ზედაკბილები გადმოფარავს ქვევრდას, აუმჯობესებს ღეჭვას, იმიტომ რომ გვერდით კბილების შეხება გვერდით მხარედან უკვე ადეკვატურია, სწორია, როგორც უნდა იყოს. სუნთქვას, იმიტომ რომ ფართოვდება ცხვირის ღრუ და სასუნთქი გზების გამავლობა და ღიმილის სიგანეს. ძალიან ხშირად პაციენტები უჩივიან იმას, რომ ვიწრო ღიმილი მაქვს და მინდა გაფართოება და ამას უზრუნველყოს. რას ვერ გააკეთებს? თუ ზედაყბის ძვალი შეწეულია 4, 5, 10 მილიმეტრით, ვერ გამოწევს სამყბას წინ 10 მილიმეტრით, თუ ქვედაყბა დიდია და განსაკუთრებულად დახრილია გონიალური კუთხე, ამას ვერ გაასწორებს, მას აქვს განსაზღვრული ლიმიტი. ზრდის ზედაყბას სიგანეში, ცოტა სიმაღლეში და ცოტა გადმონაცვლებს წინ, 2 მილიმეტრით და არა 5-6 და მეტი მილიმეტრით. ქვედაყბის გაფართოება ძალიან იშვიათად ხდება იმ შემთხვევაში, თუ ზედაყბა პატარა არის ბევრი მიმართულებით ქვედაყბა და რაღაც განსაკუთრებული მიდგომის გამო ენას არ აქვს საკმარისი ადგილი, ამის გამო შეიძლება გაკეთდეს. საკმაოდ იშვიათი პროცედურა არის და რა ეტაპები უნდა გაიაროს პირველ დღეს პაციენტმა. საჭირო არის დიაგნოსტიკის დასმისთვის 3D რენტგენი, აუცილებლად უნდა იყოს პირდახურული რენტგენი, უნდა მოჩანდეს სახსრის სწორი პოზიცია, სად იმყოფება სახსარი ძირითადად, აუცილებელია ცეფალოგრამა და მისი გაზომვა და ასევე პირშიგნითა და პირგარეთა ფოტოები. ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ, როგორია სახე, რამდენად ასიმეტრიულია და გაფართოების შემდეგ როგორ შეიცვლება ეს სახე. იმიტომ რომ ძალიან ხშირად, ძალიან დიდი ასიმეტრიის დროს ჩვენ ვღებულობთ შედარებით სიმეტრიას, მაგრამ არა 100%-იან სიმეტრიას. 100%-იან სიმეტრიული ადამიანი არ არსებობს. შემდეგი ეტაპი არის დიაგნოსტიკური მოდელების დამზადება და თბილისში გაგზავნა. შემდეგ ლაბორატორიაში აპარატის დამზადება და ერთ თვეში უკვე ქირურგი ხვდება პაციენტს ბათუმში და ტარდება ნარკოზის ქვეშ. ოპერაციის დროს ქირურგი უსვამს ამ გამაფართოებელ აპარატს პირის ღრუში პაციენტს. ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელია შეშუპება, დაძაბულობა, დროებითი დისკომფორტი. ვიზუალური ადაპტაცია. პირველი ეფექტი პაციენტებს აქვთ, თვითონ პაციენტებს, ის რომ ეს თუ ჩავარდნილი აქვს პროფილი, იმის ძალიან მოსწონთ ეს შეშუპებული, ამოზნექილი სახის შუა ნაწილი, ეს არის დროებითი. მესამე დღიდან უკვე იწყებს ეს სახის შუა ნაწილი დაცხრომას და მეათე დღეს სრულად დამცხრალია ყველა პროცედურა, სასა კარგი არის, ლორწოვანი მორჩენილი არის და ვიწყებთ ხრახლის აქტივაციას. ამისთვის პაციენტი მოდის კლინიკაში, ვასწავლი პირველ გადატრიალებას, მეორე გადატრიალებას ამ პაციენტი აკეთებს თვითონ თუ ზრდასრულია ან მშობელი და უკვე სახლში აგრძელებენ ამ ხრახლის ტრიალს დღეში 2-ჯერ დილით და საღამოს 2-ჯერ, ზოგადად 4-ჯერ ატრიალებს, მაგრამ თუ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა, მაშინ შეიძლება სხვა სიჩქარით დავატრიალოთ ეს ხრახლი. ინდივიდუალურად გადაწყდება ყოველი პაციენტის შემთხვევაში. ტკივილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იხმარება გამაყუჩებელი. მესამე დღიდან ტკივილი უკვე იკლებს. ძალიან ხშირად აღნიშნავენ პაციენტები, რომ მეოთხე დღიდან გადადიან შედარებით მაგარ საკვებზე და
ნელ-ნელა იწყებენ სწავლას, სამსახურს, ინდივიდუალურია ყველა პაციენტისთვის. ზოგი მესამე დღეს მზად არის სამუშაოზე გასასვლელად, ზოგი ერთ კვირაში გადის. შესაძლო გართულებები: დროებითი შეშუპება და ტკივილი, სისხლჩაქრცევა, მგრძნობელობის ცვლილება, ტუჩის, ღრძილის კბილების დაჭიმვის შეგრძნება, მცირე ინფექციის რისკი, დროებითი ესთეტიური ცვლილება, კბილებს შორის სივრცე, რომელიც პაციენტებს ძალიან აშინეთ და ექიმისთვის კი ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ზედაყბა კარგად ფართოვდება, არასაკმარისი ან გადაჭარბებული გაფართოება, შედეგის არასტაბილურობა და რეციდივი, ეს იშვიათი გართულება არის. ძალიან იშვიათად ნერვის გაღიზიანება და სუნთქვის დისკომფორტი, კბილების ფერის შეცვლა, განსაკუთრებით წინა ორი კბილის შემთხვევაში აღინიშნება ასეთი გართულება. რატომ ხდება დისკომფორტი? ორგანიზმი ეჩვევა ახალ სტრუქტურას, ფიზიკური და ემოციური ადაპტაცია საჭირო არის, ყველა ადამიანი ერთნაირად ვერ ეგუება სიახლეს, შედეგი ნელ-ნელა ხდება სტაბილური და სახის ძვლების ცვლილებას ადამიანი ნელ-ნელა ეჩვევა. დასკვნა: ყველა პაციენტს ინდივიდუალური გეგმა სჭირდება, საჭირო არის სწორი მოლოდინი, ძალიან ხშირად ვიყენებ ამ მეთოდს, რომ პაციენტი მოვიდა, გაიარა კონსულტაცია და აღმოაჩინა, რომ მას სჭირდება ზედაყბის ქირურგიული გაფართოება და არ არის ბედნიერი და ამ დროს შემოესწრება პაციენტი, რომელსაც უკვე ჩატარებული აქვს ქირურგიული გაფართოება, ამჩნევს იმ სასარგებლო ცვლილებებს, რაც მოხდა ამ გაფართოების შემდეგ და პაციენტი უტარებს კონსულტაციას, პაციენტს უხსნის, როგორ ეშინოდა, თუ ეშინოდა, როგორ შევიდა ოპერაციაზე, რამდენ ხანს ჰქონდა შეშუპება, როგორი შედეგი მიიღო, როდის რა სჭამდა და ეს არის ძალიან კარგი ვარიანტი ამ პაციენტებისთვის და ძალიან მადლობელი ვარ იმ პაციენტების, ვინც თავის გამოცდილებას უზიარებს სხვას, თუნდაც ეს იყოს უარყოფითი გამოცდილება და უთხრავს, რომ აი მე ეს მივიღე და გირჩევ, რომ ეს არ გაიკეთო და პაციენტი თვითონ გადაწყვიტავს, რა რისკებიც არის, ყველა ოპერაციას აქვს თავისი რისკი. რა რისკებიც არის, იმის გათვალისწინებით უღირს თუ არა ამ ოპერაციის გაკეთება.